მას ჩვენ საუბრობდით მითოსურ სახეებზე, რომლებსაც ერთმანეთს უპირისპირებს ჰერბერტ მარკუზე. ეს არის ერთის მხრივ პრომეთე, მძიმე შრომის გმირი, რომელთან არის დაკავშირებული პროგრესის შრომის, მძიმე შრომის გზით და მეორეს მხრივ ნარცისისა და ორფეუსის ესთეტიკური სახეები. ჩვენ ყველას გვახსოვს მეტნაკლებად ეს მითოსური სახეები, პრომეთე, რომელიც ღმერთებმა მიაჯაჭვეს კავკასიის ქედზე, იმის გამო რომ ადამიანები ცეცხლით დაასაჩუქრა და ამით ღმერთებს გაუტოლა. გვახსოვს ალბათ ნარცისიც, ეს მშვენიერი ჭაბუკი, რომელმაც საკუთარი ანარეკლი შეიყვარა, რის გამოც ასე თქვა საბოლოოდ მოხვდა და ყვავილად განიცადა მეტამორფოზა. და გვახსოვს ალბათ მეტნაკლებად ორფეუსიც, ეს არის მუსიკის ღვთაება, რომელიც ასე თქვა არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო, მან დაკარგა მეუღლე, საყვარელი მეუღლე, ჩავიდა ჰადესში კიდეც მის გამოსახსნელად, მაგრამ ხელმეორედ დაკარგა იგი, როდესაც ამოყავდა ჰადესიდან დედამიწის ზედაპირზე. მაგრამ მოდით თავი დავანებოთ აი მითების განხილვას, თქვენ შეგიძლიათ ეს მითები წაიკითხოთ მითოლოგიურ კრებულებში და მე გირჩევთ რომ ეს ასე გააკეთოთ, ვინაიდან მითების ასე ვთქვათ გაცნობის შემდეგ უფრო კარგად და ბოლომდე ჩაწვდებით ჰერბერტ მარკუზეს შეხედულებებს ამ მითოსურ სახეებთან მიმართებაში. ნარცისი და ორფეუსი დროისგან თავისუფლებასა და აბსოლუტთან, მშვენიერებასთან, როგორც უზენაეს კატეგორიასთან შერწყმას გულისხმობს. ამბობს მარკუზე. თუ კი პრომეთე მოიპოვებს ყოველივეს მძიმე შრომის გზით, ნარცისი და ორფეუსი გარინდებულები არიან, ისინი ჭრეტენ მშვენიერებას, ისინი უარს ამბობენ პრაქტიკულ მოქმედებაზე. გავიხსენოთ მართლაც ნარცისი, რომელიც ჭრეტს საკუთარ ანარეკლს და გავიხსენოთ ორფეუსი, რომლის ძირითადი შემოქმედებაც ეს არის მუსიკა. ნარცისი და ორფეუსი პრაქტიკული, პრაგმატული მოქმედებისგან განრიდებითა და მისი უარყოფით, მას პასიურად ჭრეტენ მშვენიერებას და ბუნებასა და სამყაროსთან ჰარმონიულ მთლიანობაში არსებობენ. მარკუზეს გაგებით ეს შემოქმედთა, მე მინდა ხაზი გავუსვა, ეს შემოქმედთა მითოსური სახეებია, რომლებშიც შერიგებულია ერთმანეთთან ეროსი და თანატოსი, სიყვარული და სიკვდილი. დამყარებულია ეგრეთ წოდებული ნირვანის პრინციპი, ანუ სიმშვიდის, წონასწორობის, ჰარმონიის, ნეტარი გარინდების მდგომარეობა. ძალიან საინტერესოა, რომ ვთქვათ, ფროიდისგან განსხვავებით, მარკუზე ტერმინ ნარცისიზმში სრულიად სხვა მნიშვნელობას დებს. თუ კი ფროიდისთვის ნარცისიზმი ეს არის ლიბიდოს შემოტრიალება ეგოზე, ანუ ეროსის განთავსება ეგოში, ანუ საკუთარი თავის შეყვარება, სხვანაირად რო ვთქვათ, მარკუზე აი ამ ასე ვთქვათ ფენომენს სხვაგვარად აღიქვავს და სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს. ეს არის მისი გაგებით ნარცისიზმი, ეს არის სამყაროსთან ერთიანობისა და გამთლიანების, ეგრეთ წოდებული ოკეანური გრძნობის საფუძველი. ვიმეორებ, ეს არის განრიდება პრაქტიციზმისგან და სამყაროსთან გამთლიანება. ასე ესმის შემოქმედის სახე მარკუზეს, ასე ესმის მას ნარცისის მითოსური სახე. ორფიკო-ნარცისული სახეები კავშირში არიან დიდი უარის იდეასთან, ჩვენ ვისაუბრეთ დიდ უარზე. ისინი გამოხატავენ რა სექსუალური სფეროს დათრგუნვისა და ნებისმიერი წესრიგის წესების მიმართ პროტესტს. მათი მიზანი ახალი რეალობის დამკვიდრებაა. ძალიან საინტერესო, რომ 20 საუკუნის 60-იან წლებში განსაკუთრებით შემოქმედთა წრეებში დაიწყო პროტესტი წესებისა და წესრიგის მიმართ, დაიწყო ჯანყი და ამბოხი. და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ აი ამ მოძრაობის ავანგარდში, იდეოლოგიურ ავანგარდში იდგა რა თქმა უნდა ჰერბერტ მარკუზე. აი მისი ეს შეხედულება, რომ ასე ვთქვათ შემოქმედი გამოხატავს პროტესტს ნებისმიერი წესრიგისა და წესების მიმართ, იყო ვთქვათ კრედო აი ამ პერიოდის მოძრაობის. მათი მიზანი, ხელოვანთა მიზანი ახალი რეალობის დამკვიდრებაა. ორფიკული ეროსის პოპს სიხისტეს, მისი ენა სიმბოლურია, ხოლო შრომა თამაში. ნარცისის ცხოვრების არსი კი მშვენიერების ჭვრეტაა. შესაბამისად, ამ მითოსურ სახეთა რეალობა
ესთეტიკური რეალობაა. ის რეალობა, რომელშიც იძლევა იძულება და ადამიანს მორალური თუ ფიზიკური თავისუფლება ენიჭება. შემოქმედებითი წარმოსახვის თავისუფალი თამაში ესთეტიკურ ფორმათა აგება დაშლას გულისხმობს, გრძნობათა სანქციონირებას ახდენს და რეალობის პრინციპისგან განთავისუფლების შესაძლებლობას იძლევა. მარკუზე შილერის სახელგანთქმულ ფრაზას მიმართავს. თამაშის იმპულსი თავისუფლების მომნიჭებელია. ამ სიტყვებში იგულისხმება როგორც გარეგანი იძულებისა და კანონებისგან, ასევე შინაგანი იძულების, ანუ ბიოლოგიურ მოთხოვნილებათაგან თავისუფლებაც. მარკუზეს შეხედულებას ეხმიანება ბალის მოსაზრება, რომ თავისუფლება უპირველესად ინსტინქტებისგან განთავისუფლებაში მდგომარეობს და რომ საკუთარი ინსტინქტებით თავისუფალი მანიპულირება მხოლოდ თამაშის ფენომენით ან ხელოვნებით მიიღწევა. ინსტინქტებით მანიპულირებას კი საბოლოოდ კულტურამდე მივყავართ. უნდა ითქვას მარკუზისეული უტოპიის შესახებაც. ეს უტოპია არის არარეპრესირებადი ცივილიზაცია, რომელიც არ თრგუნავს, რომელშიც თავისუფლებასა და წესრიგს შორის ჰარმონიაა მიღწეული. ანუ ადამიანის ბიოლოგიურ და სოციოკულტურულ მხარეებს შორის არის ჰარმონია მიღწეული. მაგრამ ეს მხოლოდ უტოპიაა, ამას თავად მარკუზეც აღიარებს, ან მიუღწეველი იდეალია და დაპირისპირებულ ძალთა ჰარმონიზაციას რეალურად მხოლოდ ხელოვნება და ხელოვნებისეული თამაში ახდენს. მადლობთ ყურადღებისთვის.